სამეგრელოში ჩვენ ჩამოვედით, იმიტომ რომ გავაცნოთ ჩვენი გეგმები. მე ვარ რუსთაველის გამზირის წარმომადგენელი, ეს არის მოძრაობა, რომელიც კეთავს უკვე 200 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირს. ბატონებო, ჩვენი მთელი აზრია იმათ ჩვენ ჩამოსვლას, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დაივიწყოს, ისინი არიან პოლიტიკოსები. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ როგორც საქართველოს მოქალაქეები 4 რიცხვში, როდესაც ეს თვითმარქვია მთავრობა აპირებს, რომ ჩაატაროს რაღაც ეგრეთ წოდებული არჩევნები, ჩვენ მაგას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ და ზუსტად იმ 4 რიცხვში ჩვენ უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა და მთელი სამეგრელო უნდა ჩამოვიდეს. მე მინდა რომ ვთხოვო ყველას და ვთხოვო და ხალხი ყველა ვისაც კი შეუძლია 4 რიცხვიდან ჩამოვიდეთ და ხმავიცოთ საქართველოს თავისუფალ საქართველოს და ვთქვათ რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციის ძალა. ჩვენ გვაქვს ეს პუნქტში დაწერილი და ეს არის ჩვენი კანონი. იმ კანონებს, რომლებსაც ატარებს და იღებს ქართული ოცნება, ეს არის არაკანონიერი, იმიტომ თვითონ არ არიან ლეგიტიმურები. ამიტომ ესეა, ვიყოთ ერთად, ჩამოვიდეთ, ჩავატაროთ ყრილობა, ავიღოთ ხელისუფლება ხელში და ჩვენ ვხედოთ ამ ქვეყანას და არა ვინმე უზურპატორმა, რომელიც თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას. ვიძინა ევენიშვილი ხარ ხედავს. ისე რომ ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე ცოტკე დავიღალეთ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე ჩვენ არ ვიქლებით. ეხლა ჩავალთ ფოთის მერე და სენაგის მერე ჩვენ ჩავდივართ ზუგდიდში, მერე ცხოროთულში და ეხლა ჩვენა გამოვედით უბრალოდ არ შემეძლო, არ გამოსულიყავი დიახარჩილავა საფლავზე, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი მებრძოლი, ეს იყო ჩვენი 11 დღიდან ჩვენ ერთად ვიყავით და კი არის ჩვენი რაღაც პატარა ეროვნული გმირი, ესე შეიძლება ითქვას, რომელსაც ჩვენ ვსწრაფ არის და მისი მეგობრები მოვიდეთ მე დასაფლავებაზე ვერ ჩამოვედი მის მოგლას მოსათმე მაშინ იმიტომ რომ არ ვიყავი საქართველოში, ეხლა არ ხდება ყველაფერი სამეგრელოდან ისება ყველაფერი, ისე ვიყოთ ერთად.